თავი 22. კაცნო, ძმანო და მამანო, მოისმინეთ ჩემი თავის მართლება თქვენს წინაშე. როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, კიდევ უფრო გაყუჩდნენ. მან თქვა: მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფეხებთან აღზრდილი, ზედმიწევით განსწავლული მამების რჯულში, ღვთისთვის მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს ყველანი. სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში გადავცემდი როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. ამაში მღვდელმთავარის დამემოწმება და უხუცესთა მთელი საბჭოც. მათგან წერილებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისთვის და წავედი, რომ იქაურები მომეყვანა იერუსალიმში დასასჯელად. მოხდა ისე, რომ როცა მივდიოდი და უახლოვდებოდი დამასკოს, შუადღისას უეცრად ძლიერმა ნათელმა მომიცვა ზეციდან. დავეცი მიწაზე და მომესმა ხმა, რომელიც მეუბნებოდა: საულ, საულ, რად მდევნი მე მიუგე, ვინ ახარ უფალო? მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ დევნი. ჩემთან ყოფებმა იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ. მე კი უთხარი: რა ვქნა უფალო? ხოლო უფალმა მითხრა: ადექი და წადი დამასკოს და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს დავალებული. რა კი იმ ნათლის დიდებისაგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთან ყოფებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში. ვინმე ანანია, ღვთის მოშიში რჯულის წესით, რომელსაც ემოწმებოდა იქ ცხოვრები ყველა იუდეველი, მოვიდა ჩემთან, მომიახლოვდა და მითხრა: ძმაო საულე, აგეხილოს თვალი. და მე იმ ჟამსავე დავინახე იგი. ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ დაგნიშნა შენ, რომ შეიცნო მისი ნება, დაინახო მართალი და ისმინო ხმა მისი ბაგიდან, რადგან შენ იქნები მისი მოწამე ყველა ადამიანის წინაშე იმის გამო, რაც ნახე და მოისმინე. ახლა რაღა დაყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდები და მოუხმე უფლის სახელს. როდესაც იერუსალიმში დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, აღტაცებამ შემივყრო. ვიხილე იგი და მან მითხრა: იჩქარე და მალე გაეცალე იერუსალიმს, ვინაიდან არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემზე. მე უთხარი: უფალო, მათ იციან, რომ ეს საპყრობილეებში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს. როდესაც შენი მოწამის სტეფანის სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი და ვიწონებდი და ვდარაჯობდი მის მკვლელთა ტანისამოს. მითხრა: წადი, შორს მიგავლენ წარმართებთან. ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას. მერე ხმა აღიმაღლეს და თქვეს: აღი გაბოს ასეთი კაცი მიწისაგან ვინაიდან არ არის სიცოცხლის ღირსი. როდესაც ისინი ყვიროდნენ, ტანისამოს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ, 1000 თამვა ბრძანა ციხესიმაგრეში შეეყვანათ იგი და უთხრა მათ: შოლტის ქვეშ დაეკითხათ, რათა გაეგოთ რისთვის ყვიროდნენ ასე მის წინააღმდეგ. მაგრამ როდესაც გაჭიმეს ღვედებით, პავლემ უთხრა იქვე მდგომ 100 თავს: რა უფლება გაქვთ, რომ განუკითხავად გაშოლტოთ რომის მოქალაქე? ეს რომ 100 თავმა გაიგო, მივიდა 1000 თავთან და მოახსენა და უთხრა: რას აპირებ? რომელი ყოფილა ეს კაცი? მივიდა 1000 თავი და უთხრა მას: მითხარი, რომაელი ხარ? მიუგო. კი, 1000 თავმა უპასუხა: მე დიდი თანხით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა. ხოლო პავლემ უთხრა: მე კი დაბადებით. მაშინ მყისვე მოეშვნენ, ვინც მას დაკითხვას უპირებდა. ხოლო 1000 თავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ იგი რომის მოქალაქე ყოფილა. მან კი შეაბორკინა იგი. მეორე დღეს მოისურვა დანამდვილებით შეეტყო, რა საბრალებდნენ მას იუდეველები. შეხსნა მას ბორკილები და ბრძანა მღვდელმთავართა და მთელი სინედრიონის შეკრება. მოიყვანა პავლე და დააყენა მათ შორის.